ნეტავ რამის გაკეთება შემეძლოს. ნეტავ შემეძლოს რამით დაგეხმარო. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ეს რომ შეგვეძლოს ბედნიერები ვიქნებოდით. წავალ, ხელს დავიბან. კაპიტანო, გიგზავნით მოკლულების, ვეისან საზანისა და ორჰან კორუს საქმის მასალებს, ასევე მათ მისამართებს. რაიღვიძე. მაპატიეთ ეკრემბეი თქვენს მომავდინში ჩამძინებია. მოდი აქ დაჯექი. ფული რამდენია? ბოლო პერიოდში შემოსავალი მცირე იყო, ასე რომ მოდი ასე მოვიქცეთ, რამდენი დრო გჭირდება, რომ მილიონი მომიგროვა? მილიონი ლირა? დოლარი. რას ბრძანებთ, ბატონო? ამას 6 თვე მაინც დასჭირდება ჯერის 100,000-იც არ დაგვიბრუნებია თქვენ რომ მოგეცით. შენ ვისატყუებ? კაზაკლების ამხელა ჰოლდინგს ფული არ აქვს? ამ ფირმა შემოსავალი არ აქვს? რა თქმა უნდა აქვს, ბატონო ეკრემ, მაგრამ კრედიტებს და გადასახადებსაც ხომ ვიხდით? არ მაინტერესებს. თვის ბოლოს ეს ფული უნდა მომცე. თუ საჭირო გახდა, არავის არაფერი გადაუხადო. ეს შეუძლებელია, ფირმის რეპუტაცია შეილახება. მოკეტე, ფირმაც ჩემია და რეპუტაციაც. გასაგებია? ამაზე აღარ მელაპარაკო. ახლა წადი. ხო მართლა, პერსონალის საკითხს ჰაკანი ხელმძღვანელობს, არა? დიახ, ბატონი ჰაკანი. გასაგებია, გავალებ ხვალ დილითვე გააგდო სამსახურიდან. ზელალს აქ არ უნდა დახვდეს. კარგი, გასაგებია. ვერც კი გავიგე დრო ისე გავიდა. უკვე დაღამებულა. მართალი ხარ. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა ფირად. შენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლის გაგება ჩემი ვალია. არ გავჩერდები სანამ ყველაფერს არ გავარკვევ. ამას შენთვის და ჩემთვის გავაკეთებ. დიდი მადლობა. ზელავ, აქ რა ხდება? კაპიტან სალეთის საქმესთან დაკავშირებით შევხვდი. აქ ჩემი მანქანის წასაყვანად მომიყვანა. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი დიგზია. სანერვიულო არაფერია, მე უკვე მივდიოდი. კარგად ბრძანდებოდით. ნახვამდის.
ზელალ, ეს როგორ გავიგო? უცხო კაცთან ერთად ქუჩაში რა გინდოდა? ხო მაგიხსენი. ჰალითის საქმესთან დაკავშირებით შევხვდი. რა პრეტენზია გაქვს? მაქვს, მოვალე ხარ ნებართვა ჩემგან აიღო. ვინ მოგცა ამის უფლება? მე ზრდასრული ადამიანი ვარ. თვითონ გადავწყვეტ ვის როდის და სად შევხვდე. ძალიან ცდები. შენ იმასაც ვერ ხვდები, რა მიზნები ამოძრავებ თუ ცოლო კაცებს როცა ქრუებს ხედავენ. რა სისულელეს ამბობ, ეტყობა შეიშალე. შენ ჩვენი რძალი ხარ. ასეთ დროს ქუჩაში არ უნდა დადიოდე თან უცხო კაცთან ერთად. ეს პატარა ქალაქია ზელალ. ხალხი რას იფიქრებს ჩვენს ოჯახზე? ამაზე არ გიფიქრია? მიპასუხე. არ გიფიქრია არა? რაც უნდა ისი ფიქრონ. მე ცუც არაფერს ვაკეთებ. არც თქვენი კანონები მაინტერესებს და არც ოჯახი. თქვენი რძალი აღარ ვარ, თავი დამანებე. შენ ჩვენი ოჯახის რძალი ხარ და სიკვდილამდე რძლად დარჩები. ახლა კი სახლში წამომყვები. შენთან ერთად არ წამოვალ. ხელი გამიშვი. არა, წამოხვალ, გასაგებია? მომბეზრდა შენი თავნებობა ზელალ. შენი თავი მე ჩამაბარეს და ამას უნდა შეეგუო. ამიერიდან ასე იქნება და შეპასუხებაც არ გაბედო. ეკრემ ხელი გამიშვი, მტკივა. რას აკეთებ? შენ ნუერევი კაპიტანო, ეს ოჯახის საქმეა. ქალბატონი ზელალი თქვენი ოჯახის წევრი აღარ არის, ასეც რომ არ იყოს, ქალს როგორ ეკცევი? ზელალი ქვეყანას მირჩევნია, სახლში უნდა წავიყვანო. გზიდან ჩამომეცალე. თავს როგორ გრძნობთ? საჩივარს ხომ არ შემოიტანთ? სახლში მინდა წასვლა. მამა ჩემი სახლში წავა. ზელალ, მაპატიე. მე წაგიყვან მამა შენთან. არ მომეკარო. ზელალ, გთხოვ მამპატიე, ზედმეტი მომივიდა. წამომყევი. ნაყოფილებაში თუ არ გინდა ღამის გათევა, ახლავე წადი აქედან. ვერ გაიგეთ რა გითხარით? თქვენ მანქანაში დამელოდეთ. ცუდად ხარ. სახლში მე წაგიყვან. არ არის საჭირო, კარგად ვარ. ხოლოდ მაჯამ მტკივა. ნუ ჯიუტობ. მანქანა იქით გავაჩერე. ახლავე მოვიყვან. კარგი. მეც წამოყვები. თუ ძალიან გტკივა, საავადმყოფოში მიგიყვან, ექიმს ეჩვენე. არ მინდა. დიდი მადლობა. უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენე. მაპატიე. რას ამბობ? მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.